დღეში 4-ჯერ 5-ჯერ ვარდება კუღრაში. ეს უყურეთ თვით დაზიანებებზეა გადასული. ვიხადდე აგე. როგორც პატარა ყურადღებას მოადუნებ, ფრჩხილებს სიცლის. 13 წლის გიორგის ბავშვობიდან ტანჯავს ეპილეფსია და აქვს აუტიზმი. მას ყოველდღიურად 4 ან 5 შეტევა ემართება. ვერ საუბრობს, უჭირს სიარული და მხოლოდ მშრალ საკვებს ჭამს. 13 წლის ბიჭს ჯერ კიდევ საფენები სჭირდება, მაგრამ დედა, მეგი ის არ ნებდება. ყოველდღე იბრძვის, ყოველი ამოსუნთქვისთვის, ყოველი ღიმილისთვის. მისი უფროსი ქალიშვილი 21 წლის ნინოს ავადაა. მას სიარულის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებს. თავად მეგი კი დიაბეტითა და ეპილეფსიით იტანჯება. ოჯახი პატარა ბინაში არის შეკეთრებული. შესაბამისი ტექნიკის, გათბობის, სიმშვიდის გარეშე. მათ სჭირდებათ მედიკამენტები, ანალიზები და მარტივი ნივთები, გაზის გამათბობელი, მაცივარი, ღუმელი. დღეს მათ არაფერი აქვთ, იმედის გარდა და ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მათი ხსნა. დავეხმაროთ მეგის და მის შვილებს. მცირე მხარდაჭერასაც კი შეუძლია მათ სითბო, განკურნება და მომავლის იმედი მისცეს.